საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ წარმოებული მედიკამენტების იმპორტი შეჩერდა. რატომ გიყვებით რამდენიმე წუთში? დამჩა შთაბეჭდილება, რომ არ იცოდნენ რაზე იყო საუბარი. ინფრასტრუქტურის მინისტრი გზების მოვლა შენახვის სახელმწიფო კომპანიის შექმნასთან დაკავშირებით კერძო სექტორის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს. თავრობის გადაწყვეტილებით ერთწლოვანი კულტურებისთვის მოკლევადიანი თანადაფინანსებული სესხების გაცემა 20 ივლისიდან იწყება. საბრენდე ყურძეზე კი 20 აგვისტოდან. სუსმა დააკავა პირი, რომელიც გელა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ორი ბრალდებულის ოჯახისგან. მათი გათავისუფლების დაპირების სანაცვლოდ 11,300 ლარი აიღო. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა 59,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული თანხა 31 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. შუადღემშვიდობისა ეს BMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. ინფრასტრუქტურის მინისტრი გზების მოვლა შენახვის სახელმწიფო კომპანიის შექმნასთან დაკავშირებით კერძო სექტორის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას აბსოლუტურად უსაფუძვლოს უწოდებს. ლევან სოხაძე აღნიშნავს, რომ არასწორი იყო შეფასებები თითქოს სახელმწიფო ახალი კომპანიის შექმნით კერძო ბიზნესის კონკურენტს აღალიბებს. ზოგ განცხადებაზე საერთოდ შთაბეჭდილება დამჩა, რომ არ იცოდნენ რაზე იყო საუბარი, აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი. შეფასებები, როდესაც იყო საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ბიზნესის კონკურენტს ქმნის და ასე შემდეგ, ეს ყველა შეფასება, რომელიც იყო კრიტიკული, გამოთქმული ამ კომპანიასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად მოკლებული იყო საფუძველს. წაკითხვის პრობლემა არის, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ამაზე განცხადება, მეც ძალიან ხშირად ვისაუბრე. მე მგონი ჟურნალისტებმა გაცილებით კარგად გაიგეს ამ კომპანიის შესახებ, ვიდრე შეიძლება იმ ადამიანებმა, რომელց ამაზე თავის მოსაზრება გამოთქვეს. ორი მიმართულებით მუშაობთ. ერთი არის ამ კომპანიის შექმნა, რომელიც კონკრეტულ მონაკვეთს მოულის და ამავე დროს არის სისტემის შეცვლა დანარჩენ საქართველოში მოვლა შენახვის აბსოლუტურად სხვა გადააზრებული სისტემის შექმნა, სადაც გაცილებით მომგებიანი იქნება კერძო სექტორისთვის და გაცილებით ხელსაყრელი ამ პროცესებში მონაწილეობის მიღება. ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა, გრძელვადიანი ტენდერები, რომელიც მათ ბიზნესის სწორად დაგეგმვის საშუალებას მიცემს. ეს არ არის ამ კომპანიის შექმნა. 7,000 კილომეტრიდან 105 კილომეტრზე ვსაუბრობთ ახლა. დანარჩენი ისევ კერძო სექტორის ოპერირების ასე ვთქვათ, არეალში შედის. საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ წარმოებული მედიკამენტების იმპორტი შეჩერდა. მიზეზი GMP სტანდარტები და შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნებია. საუბარია ძირითადად ბელარუსიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და მოლდოვიდან სამკურნალო საშუალებების იმპორტზე, რომელთაც სახელმწიფო რეგისტრაცია შეუჩერდათ. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქტების ნაცვლად ბაზარზე წარმოდგენილია ევროპული წარმოების ალტერნატივები, რომელთა ფასებიც განსხვავებულია. შესაბამისად, პროდუქციის ფასებს შორის არ უკავშირდება ფარმაცევტული კომპანიების თუ სააფთიაქო ქსელების მიერ ხელოვნური დეფიციტის შექმნას. რა გავლენა აქვს სახელმწიფო რეგულაციებს ფარმაცევტულ ბაზარზე? თემაზე სასაუბროდ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ილონა, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ გვითხოვთ დროს და პასუხობთ ჩვენს კითხვებს. მოგესალმებით ელენე, მივესალმებით თქვენ მაყურებელს და მსმენელს. ილონა, ჩვენ ნახეთ თქვენი ასოციაციის განცხადება, სწორედ ამ ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ წარმოებული მედიკამენტების იმპორტის შეჩერებასთან დაკავშირებით და ასევე გვახსოვს, სანამ ეს რეგულაცია ამოქმედებოდა გასული წლის 1 ოქტომბრიდან, აქ გულისხმობ GMP სტანდარტთან დაკავშირებით რეგულაციას, როცა სახელმწიფომ არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტზე მოითხოვა GMP სერტიფიკატის ფლობა, არამედ იმ სუბსტანციაზე, რომელიც წარმოებაში გამოიყენება, ხომ? ჩვენ გვახსოვს მაშინ მათ შორის თქვენი ასოციაციის მოლოდინები, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა წამლების, რომელიც ეროვნული რეჟიმით რეგისტრირდება ქვეყანაში, ვერ გაივლიდა ამ ასე ვთქვათ მოთხოვნილ სტანდარტებს და ნაწილის იმპორტი შეჩერდებოდა. რეალურად თუ შეგიძლიათ გითხრათ დაახლოებით რამდენი დასახელების მედიკამენტია საუბარი?
ელენე მანამ სანამ უფრო დეტალურად გადავალთ ამ თემის განხილვაზე, მინდა პირველ რიგში მცირეოდენი განცხადება გავაკეთო, რომ გამოვეხმაურო იმ მოქალაქეების უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც ვრცელდება სოციალური ქსელით, თითქოს ფარმაცევტული კომპანიები მიზანმიმართულად აფერხებენ ლოიალური ფასის მქონე მედიკამენტების რეალიზაციას სხვა ანალოგების უფრო მომგებიანად რეალიზაციის კუთხით. ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და ბრალდების, არ ვიცი რა დავარქვათ, იმიჯის შემლახავი განცხადებები, რომელიც აბსოლუტურად მცდარია და ის რაოდენობა მედიკამენტებიც ვთქვათ, რაც ამ ეტაპზე ბაზარზე ამ ჯგუფიდან არის წარმოდგენილი, ეს არის კიდევ იმ ნაშთების ნარჩენები, რომელიც მანამდე რეგულაციის შემოღებამდე, ამოქმედებამდე იყო შექმნილი კომპანიების მიერ. მოგეხსენებათ, ელენე, რომ ჩვენი სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცად რეგულირებადი სექტორი მთელს ბაზარზე. ამ რეგულაციით ოპერირებას ვერ შეძლებს კომპანია, თუ ის არ დაიცავს ყველა რეგულაციას. აქ ვერ გააკეთებ შენ შერჩევითად რომელიმე რეგულაციის დაცვა, არ დაცვის არჩევანს, ოპერირებ იმ შემთხვევაში, თუ ყველა რეგულაცია შენ მიერ არის შესრულებული. შესაბამისად, სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან კომპლექსური სტანდარტები დანერგვა იმ კუთხით, რომ გაეძლიერებინა და აემაღლებინა ხარისხის კომპონენტი ქვეყანაში იმპორტირებული მედიკამენტების. მოგეხსენებათ, პირველი ტალღა ეს იყო GMP და GDP სტანდარტის დანერგვა, შემდგომ მას მოჰყვა უკვე რეფერენტული ფასების რეგულირება და შემდეგ კიდევ უფრო კომპლექსური მიდგომა იყო სახელმწიფოს კუთხიდან იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის მედიკამენტები გაჩენილიყო ბაზარზე, უკვე GMP სტანდარტით წარმოებული მედიკამენტების, რომლებიც რეგისტრირდებიან ეროვნული რეჟიმით, მათ წარმოებაში გამოყენებული აპების, ანუ აქტიური ნივთიერებების დამადასტურებელი ხარისხის დოკუმენტაცია ყოფილიყო მოთხოვნილი. ასეთი კომპლექსური და მკაცრი რეგულაცია თიძე ჩამოსათვლელ ქვეყანაში არის, ეს მისასალმებელია იმ კუთხით, რომ მოსახლეობაში აპელირება იყო რაღაც ბრალდებები და აპელირება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არის უხარისხო მედიკამენტები, რომელიღაცა არ ვარგა, ეს მედიკამენტები იმ კლასს არ შეეფერება, რაც თქვათ სხვა ბაზრებზეა წარმოდგენილი. საერთოდ აი ეს მიდგომა, აი ამ მთელი რეგულაციით უკვე მე მგონი ყველანაირად გაქარწყლებული არის. და ალბათ არავინ გვეწინააღმდეგება, რომ ხარისხზე ზრუნვა, თქვათ სახელმწიფოს мотиваცია, როცა მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, ზრდის კონტროლს, აჩენს კონტროლის მექანიზმებს, თუმცა მეორე მხრივ რა შედეგები მოჰყვება ასეთ კონტროლს, ამაზე გეკითხებით. დიახ, აი გადავიდეთ ახლა ნებისმიერ რეგულაციას თავისთავად ასახვა აქვს ბაზარზე კომპანიების ოპერირებაზე, ხო? ანუ ჩვენ შემთხვევაში რა მოხდა? ამ რეგულაციამ ბოლო უკვე აპებზე განხორციელებულმა მოთხოვნებმა თავისთავად ათასობით მედიკამენტზე იმ პერიოდში შეაჩერა რეგისტრაცია იმ მარტივი მიზეზით, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ იმ მოთხოვნებს, რომელიც მათ მიმართ იყო წაყენებული. ძირითადად ეს არის ჩვენი მეზობელი პოსტსაბჭოური ქვეყნები, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ეს გახლავთ ასევე აზიის ბაზრები, ბანგლადეში, ინდოეთი და ასე შემდეგ. მათ შორის იყო ასე ევროპული მედიკამენტებიც, მაგრამ ეტაპობრივად ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ეს რეგულაცია ამ და ამ პერიოდიდან შედიოდა ძალაში და ფარმაცევტულმა კომპანიებმა მოსთხოვეს ყველა მწარმოებელს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. 2000 დაახლოებით 3000-მდე მედიკამენტზე იყო შეჩერებული რეგისტრაცია, ეტაპობრივად უკვე ნაწილზე მოხდა მწარმოებლების მხრიდან მედიკამენტებზე ამ მოთხოვნადი საბუთების წარდგენა და დაიწყო მათი რეგისტრაციების აღდგენა და შესაბამისად ფარმაცევტულმა კომპანიებმა განახორციელეს იმ მედიკამენტების იმპორტი, რომელზედაც აღდგენილი იყო რეგისტრაციები, მაგრამ არის რიგი ქვეყნები, რომელიც ფიზიკურად ამ ეტაპზე ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. მესმის და მოყვებით იმ მსჯელობაში,
რომ ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული მედიკამენტები შედარებით ლოიალური ფასებით გამოირჩევა, ვიდრე მათი ევროპული ამავდროულად უმაღლესი ხარისხის ანალოგები, მაგრამ არის რეგულაცია, ჩვენ ვერ გავაკეთებთ არჩევითობას, ამ რეგულაციის არ დაცვა ჩვენ არ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ აი ეს გამოწვევა ამ ეტაპზე დგას, რომ ამ ქვეყნებიდან სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ ხორციელდება იმპორტი ამადა ამ საბუთების მოთხოვნიდან გამომდინარე. კი ბატონო, ილანა დავაზუსტებ, თუ ფარმაცევტული კომპანიები постსაბჭოთა არის постსაბჭოთა ქვეყნებიდან თუ საერთო ჯამში, მათ შორის არა, ეს იყო საერთო ჯამში, ხო, ეს იყო საერთო ჯამში 2000-ზე მეტი მედიკამენტი იყო, ახლა ზუსტ იმას ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ იქ ნუმერუსებშია განსხვავება და სხვადასხვა ფორმებში. ეს იყო პირველ ჯერ უკვე გაუქმებული, შეჩერებული იმ ეტაპისთვის, კანონის ამოქმედების პერიოდში, როდესაც ვერ იქნა მათზე წარმოდგენილი, მაგრამ ამავდროულად სხვა მედიკამენტებზე იქ იყო კიდევ ათასობით მედიკამენტი, რომელზედაც უკვე შესული იყო საბუთები ხელახალი რეგისტრაციისთვის, განახლებისთვის, განხილვისთვის და ეხლაც ეს არის ცოცხალი პროცესი, იმიტომ რომ ეხლაც მიდის ეს პროცესი, ანუ ეს ვერ ჩერდება. ეს არ იყო დედლაინი 1 ოქტომბერი, უბრალოდ შემდეგ ეტაპობრივად დაიწყეს მწარმოებლებმა მოწოდება, როდესაც გაჩნდა ოფიციალური ჩანაწერი, ანუ ჩვენ კომპანიებსაც უკვე ჰქონდათ ჩასაჭიდი მომენტი, ხელჩასაჭიდი მომენტი, რომ მოეთხოვათ მწარმოებლებისგან ეს საბუთები და მათ დაიწყეს უკვე მოწოდება ამ საბუთების და ეტაპობრივად მოხდა სხვა ბაზრების, თუნდაც იმ ინდური ბაზრებიდან, სხვა ბაზრებიდან, აზიური ბაზრებიდან, უკრაინიდან, მათ შორის, იმიტომ უკრაინა არის პიკესის წევრი, იქ გარკვეულ ქარხნებს აქვთ შესაბამისი სერტიფიცირება და შეუძლიათ მოაწოდონ, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ამ ეტაპზე აი ეს ვერ ხორციელდება, ძირითადად ეს არის უფრო რუსეთი, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი, ქვეყნებთან, რიგ ქვეყნებთან მაგალითად შეიძლება კიდე გამოსავალი არსებობს ეროვნული ინსპექტორატის გაგზავნის, მაგრამ ამას მთელი პროცედურები მოყვება იმისათვის, რომ ეროვნულმა ინსპექტორატმა, ქართულმა ეროვნულმა ინსპექტორატმა მიანიჭოს მათ სერტიფიცირება და დაუშვას, თქვათ, მათი წარმოებული მედიკამენტების იმპორტის ნებართვა, მაგრამ ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, ამას სჭირდება წინასწარი მომზადება ქვეყნის მხრიდანაც, მათ უნდა ანუ საქართველოს მხარეს უნდა მოეწოდოს დაინტერესებული, ანუ მაგალითად ბელორუსიდან შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ განვიხილოთ ჩვენა, განიხილოს ინსპექტორატმა და შემდგომ უკვე განახორციელოს ამ ქვეყნები, მაგრამ არის ახლა ქვეყნები, სადაც ეს ფიზიკურად შეუძლებელია, მაგალითად რუსეთი, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებიდან გამომდინარე, აი ეს პროცესი მე ამ ეტაპზე ვერ მიმაჩნია ვერანაირად განხორციელებადი, მაგრამ ნახეთ, რას უნდა გაუსვათ ხაზი. ამ მედიკამენტების ანალოგები 2-3 მინიმუმ თითო მედიკამენტის ანალოგი იმპორტირებული არის, შესაბამისი მაღალი კლასის ανალოგები იმპორტირებულია ძირითადად სულ ევროპის ბაზრებიდან. კი ბატონო, ილონა, თუმცა გაცილებით რომელიმე მედიკამენტზე როგორც ჩანს ხომ და ამიტომ გამოიწვია გულისწყრომა მოქალაქეებში სავარაუდოდ. დიახ, გულისწყრომა, მაგრამ უსაფუძვლო გულისწყრომა და არ შეიძლება აი ასეთი ზედაპირული ინფორმაციის ფლობის დროს ამ ხელა იმიჯზე დარტყმა, ამ ხელა კომპანიებისთვის, რომლებიც მართლა ცდილობენ აი ასეთ ვითარებაში, როდესაც გვაქვს უმკაცრესი რეგულაციები, როდესაც გვაქვს რეფერენტული ფასრის რეგულაცია და როდესაც უწყლოდ რეჟიმში, ყოველდღიურ რეჟიმში ფარმაცევტულ კომპანიებს უწევთ გადართვა ახალი ბაზრებით ჩანაცვლება, ალტერნატივების მოწოდება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში ამ ხელაცვლებები განხორციელდა სტანდარტის დანერგვის დროს, არ ყოფილა, მინდა ვთქვა, არც ერთი ფაქტი, თუ ეს არ იყო გამოწვეული მწარმოებლის მიერ შეფერხებით და თანაც რო არ ყოფილა ამ მედიკამენტის ალტერნატივა ბაზარზე, არც ერთი მედიკამენტი
არ ჩავარდნილა დეფიციტის პოზიციაში, ამას ვერ დაასახელებს ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, ამიტომ სხვა კითხვების დაცვა ფარმაცევტული კომპანიების დამსახურება. კი ბატონო ილონა, მადლობა პასუხებისთვის. თქვენ ახსენეთ რეფერენტული ფასები და რეფორმა ამ ხრივ რაც განხორციელდა თქვენ სექტორში და გადავამოწმეთ თუ სწორად მაქვს ინფორმაცია, დღეს უკვე 8000-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე არის განსაზღვრული რეფერენტული ფასი, ანუ მაქსიმალური ჭერი, რომლის ზემოთაც თქვენ ამ შემთხვევაში ბიზნესი ვერ მოახდენთ ამ მედიკამენტების რეალიზაციას. აი, 3 წლის თავზე რაც ეს რეფორმა განხორციელდა, დღეს რა კონკრეტულ გავლენაზე შეგიძლიათ ისაუბროთ, ასე ვთქვათ, მახსოვს, როცა ეს რეფორმა დაიწყო, ესეთი საკმაოდ კრიტიკული შეფასებები მათ შორის ბიზნესის მხრიდან, თუმცა იმუშავა თუ არა ამ რეფორმამ, რა გავლენა მოახდინა თავად ამ სექტორზე და გაიზარდა თუ არა ხელმისაწვდომობა ფინანსური თავად მოქალაქეებში. ნახეთ, რეფორმა საკმაოდ ხისტად დაიწყო, ისე რომ უნდა აღინიშნოს და მე ამას ვაღიარებ, რომ საკმაოდ ხისტად იყო დაწყებული თავიდან, არ იყო ბაზარი არც შემზადებული, არც გარდამავალი პერიოდები არ იყო და თან იყო ისეთი მედიკამენტები ჩართული პირველივე ეტაპზე, რომელიც იყო ყველა ქრონიკული, ძალიან მოთხოვნადი მედიკამენტები, მაგრამ ბიზნესს მოუწია აი ფორს მაჟორულ გარემოებაში მუშაობა, რომ იმის პარალელურად რომ არ შეწყვეტილიყო მიწოდება პაციენტებისთვის მედიკამენტების, პარალელურ რეჟიმში დაიწყო მომწოდებლებთან საუბარი, რომ ფასებზე დაწყებულიყო, ფასი არის მომწოდებლის. ნახეთ, ყველა მინდა გააცნობიეროს ფაქტი, რომ ფასს ადებს ნებისმიერ მედიკამენტს მომწოდებელი და მწარმოებელი. ფასი მოდის მისგან. მას უკვე შემდგომ ემატება ის დანარჩენი ლოჯისტიკური და შენახვის და მიწოდების, თორემ პირველი მთელი ჩარჩო ფასის მოდის მომწოდებლისგან. პირდაპირ მომწოდებლებზე დაიწყო უკვე მუშაობა ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომ მათ მაქსიმალურად დაეწიათ ფასები ჩვენი ბაზრისთვის და რა თქმა უნდა დაიწყო ასევე პარალელურ რეჟიმში სხვა ბაზრების მოძიება, რომ კონკურენტული ალტერნატიული ჩამონაცვლებები და ალტერნატიული მედიკამენტები ყოფილიყო მოწოდებული ბაზარზე. მე მგონი ხუთიანზე შეასრულა ფარმაცევტულმა სექტორმა ეს დავალება, არ მომხდარა წყვეტა. რაც შეეხება ეფექტს, მინდა გითხრათ, რომ ეფექტი არიზომება მოკლე დროის ინტერვალებში. ამას ჭირდება ძალიან კომპლექსური მიდგომა იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ როდესაც ჩვენ რაღაც დროის მასშტაბში ამპლიტუდაში არ დავაკვირდებით მთელ პროცესებს, ჩვენ ვერ დავინახავთ რა ეკონომიკური გავლენა იქონია ამ რეფორმამ, თუნდაც სექტორზე, თუნდაც პაციენტზე, თუნდაც როგორი იყო ბაზრის ქცევა, როგორი იყო თავად სექტორის წარმომადგენლებზე, როგორ აისახა და როგორ განვითარდა მათი შემდგომი ილონა, რამდენი დასახელების თქვა მედიკამენტი ვერ ჩაჯდა ამ ფასში, საინტერესო. თქვენ ამბობთ, რომ მოხდა ჩანაცვლება, რითი მოხდა ჩანაცვლება, ესეც საინტერესოა. ალტერნატიული ბაზრებით მოხდა, ანალოგებით, შესაძლებელი ანალოგებით, მაგრამ ნახეთ ის მედიკამენტები, რომლებიც ვერ ჯდებოდა პირველ ტალღაში, ხო, ფასებში, აი ზუსტად იმ მედიკამენტებზე დაიწყო ფარმაცევტულმა კომპანიებმა მოლაპარაკება თავით მწარმოებლებთან და წამოიყვანეს ძალიან დიდ ფასდათმობებზე წამოიყვანეს, რომ ეს მედიკამენტები ბაზრიდან არ გასულიყო. ვერ იტყვის, არ არის ახლა იმის სტატისტიკა, რომ თუ არა რომელიმე მედიკამენტმა ასე ხისტად დატოვა ბაზარი, რომლის ჩამონაცვლებელიც არ არის. ანუ შესაძლებელი იყო გარკვეულწილად ფასების შემცირება, ამას ადასტურებ? შესაძლებელი გახდა აი ამ მუშაობის შედეგად, რომ მაქსიმალურად მარჟების დაწევის მომწოდებლებისგან აი ამ ფასდათმობით, რომ ფინანსური ხელმისაწვდომობა შეენარჩუნებინათ ფარმაცევტულ კომპანიებს პაციენტებისთვის. მინიმალურ მარჟებზე ჩამოიყვანეს, შეიძლება რიგ შემთხვევაშიც ნულს უტოლდება მარჟები, მაგრამ ამ მედიკამენტებმა ბაზარი არ დატოვეს იმ მარტივი
მიზეზის გამო, რომ არ შეიძლება ქვეყანაში პაციენტს არ ქონდეს არჩევანი მისთვის საჭირო მედიკამენტზე. მაქსიმალურად დიდი დიაპაზონი არის შენარჩუნებული. პირველადი ეფექტი, როგორც გაიზომა, იყო 40 მილიონამდე დაზოგა მოსახლეობამ ამ რეფორმის შედეგად. ახლა უფრო მეტი ჯერ ერთით იყო ნაშთები, ამ მედიკამენტების ქვეყანაში იყო ნამდვილად მარაგები ნაშთები იყო, რომელიც ცირკულირებდა მთელი ამ პერიოდების განმავლობაში. აი, როდესაც რაღაც უფრო დიდია 4-5 წლის ჭრილიდან თუ როდესაც გადავხედავთ ამ რეფორმას, აი მაშინ დავინახავთ, რომელი მედიკამენტები განულდა და ვერ მოხდა მათი შენარჩუნება ბაზარზე ამ ეტაპზე მაქსიმალურად ფარმაცევტული კომპანიების ფასისგან ზოგ შემთხვევაში მინდა დაგიდასტუროთ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი მართლა ნულოვანი მარჟით იყიდება ბაზარზე იმ მარტივი მიზეზით, რომ ის მედიკამენტი არ გავიდეს და მან არ დატოვოს ბაზარი, იმიტომ რომ ჩვენი პოპულაციიდან გამომდინარე, ჩვენი ბაზრისთვის მედიკამენტის გასვლა ძალიან რთული გასვლის შემდგომ მისი ბაზარზე მობრუნება ურთულესი პროცესია, იმიტომ რომ წარმოებელს ნაკლებად აინტერესებს 3,5 მილიონიანი, 4 მილიონიანი ბაზრისთვის ამ მედიკამენტის წარმოება და მისი ამ ლოჯისტიკურ მთელ ჯაჭვში ჩართვა. კი ბატონო. ილონა, უღრმესი მადლობა, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. ხარვეზები ახლა ყოველთვის არსებობს. დიახ, და ამაზე არ ერიდებით ხოლმე საუბარს. ილონა, მადლობა. დიახ, ეს არის ცოცხალი პროცესი და არ შეიძლება ესე ცალი მიდგომით, ცალსახა მიდგომით ვისაუბროთ, იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმია, რაღაც დაკვირვებების არგუმენტირებული დასკვნების გამოტანის შემდეგ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში იცვლება მოდელი, მეთოდოლოგია და ასე შემდეგ და ამაზე ეხლაც მიდის საუბარი. კი ბატონო, ჩვენთან თუ შეიცვალა 3 წლის თავზე, ილონა, მათ შორის რეფერენტული ქვეყნების გადახედვა თუ მოხდა? რეფერენტული ქვეყნების გადახედვა ესეთ მოკლე პერიოდში ფიზიკურად ვერ მოხდებოდა, მაგრამ მე მაგალითად ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, მე ვფიქრობ, რომ უნდა გადაიხედოს, კი მე მესმის კრიტერიუმები, რომლითაც ირჩევა ეს რეფერენტული ქვეყნები არის მიახლოებული ჩვენი ქვეყნის კრიტერიუმებთან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დარჩა იმ 4-დან 2 ქვეყანა მინიმუმ უნდა ჩანაცვლდეს იმ ქვეყნით, რომელთანაც ჩვენ იმპორტის ბმა გვაქვს, ანუ რომელი ბაზრიდანაც ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ, იმიტომ რომ ეს უფრო სამართლიანი იქნება და ალბათ უფრო სამართლიანი ფასის წარმოქმნაში დაგვეხმარება და მეტი ანალოგები შეიძლება უკვე თითოეულ მოლეკულაში გაჩნდეს ჩვენ ბაზარზე. ჩემი შეხედულება ესეთია, რომ ვინაიდან ცოცხალი ორგანიზმია, ამაზე საუბარი მე მგონი დასაშვებია რაღაც გარკვეული პერიოდის. კი ბატონო, ილონა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთეთ და პასუხობდით ჩვენს კითხვებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ილონა კოკიაშვილი, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქმის კურსი ამით დასრულებულია 17 საათსა და 30 წუთზე დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.